დიდი მადლობა ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ჩემთვის აბსოლუტურად განსხვავებული აუდიტორია, განსხვავებული პლატფორმა და ცოტა არ იყოს ნერვიულობ. რაც შეეხება თემატიკას, მართალი გითხრათ, ტაბუდადებული თემაა პირველ რიგში და მეორე ნაკლებად გამოკვლეულია. კვლევა, რომელიც შევეცადე რომ 1 წლის განმავლობაში მომეტანა თქვენამდე ზუსტად ეს იქნება და შევეცდები რომ ჩვენ ერთად გავმიჯნოთ და აი ამ ტაბუდადებულ თემას ერთად შევეხოთ და ის ლაბირინტი გავარღვიოთ. როდესაც ვლაპარაკობთ სექსუალურ ჯანმრთელობაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ეს არის ის რეაქცია, რომელიც არის კოორდინირებული იმ ჰომეოსტაზით, რომელსაც ქვია ენდოკრინული სისტემა, გულსისდაღვთა სისტემა და რა თქმა უნდა ნევროლოგია. როდესაც ამ ყველაფერს უკვე პიროვნულ ასპექტზე გადმოდივართ, ვლაპარაკობთ უკვე იმაზე, რომ აქ არის ძალიან დიდი გავლენა ოჯახი, რელიგია, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, ასევე ასაკი და ჯანმრთელობა. რა არის სექსუალური დისფუნქცია? ეხება თუ არა მარტო გინეკოლოგს, ენდოკრინოლოგს თუ უროლოგს, ვის ეხება? ყველას. ეს არის მულტიდისციპლინური თემა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვახერხებთ, ვაკეთებთ და ვაძლიერებთ იმ გუნდს, რომ ჩვენ დავეხმაროთ ქალბატონს. ეს არის სექსუალური ტოლვის ნაკლებობა, აღზნებობის ნაკლებობა, დაქვეითება, ორგაზმის მიღწევის უნარობა და ტკივილის სქესობრივი აქტივობის დროს. ყოველივე ის თუნდაც ერთი ნიშანი, რომელიც მე დღეს ჩამოვთვალე, იმისი არსებობა წარმოადგენს, რომ მე შეგვიძლია დავსვათ დიაგნოზი სექსუალური დისფუნქციის. და რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერთან ერთად დისტრესიც არის, ის მენტალური პრობლემა. შესაბამისად, სექსუალური დისფუნქცია რატომ მოვიტანე დღეს თქვენ სამჟავლოზე? იმიტომ რომ ეს არის ის პრობლემა, რომელსაც ქალის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, მისი well-being-ზეა ლაპარაკი და თემა, რომელიც დღევანდელ დღეს უნდა გამოვიდეთ, აქედან ზუსტად ამას ეხება. ეს არის ფიზიკური ჯანმრთელობა, მენტალური ჯანმრთელობა და საზოგადოებრივად ყველას გვეხება ჩვენ ეს. სექსუალური დისფუნქციის ეპიდემიოლოგია უცნაურად ძალიან გვენიშნება. არ ვლაპარაკობთ, თუმცა სერიოზულად მაღალი სტატისტიკა. 40% ქალბატონების დღეს აქვთ ეს პრობლემა, რომელსაც სექსუალურ დისფუნქციას უძახით. მათ შორის 12%-ში დისტრესია, ასევე ძალიან აქტუალურია მარტოხელა ქალბატონებში, მნიშვნელოვანია განათლება, რაც უფრო მეტია განათლება და IQ უფრო მეტია სექსუალური დისფუნქციის პრობლემა და შესაბამისად საშუალო ასაკის ქალბატონებს ეხება, როცა ქალი შემდგარია და აი აქ ეს პრობლემა. თქვენ ხედავთ აქ, რომ პოსტმენოპაუზალურ 87% შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს ეს პრობლემა. ენდოკრინოლოგია ზუსტად აქ ასოცირდება სექსუალურ დისფუნქციასთან დიაბეტი და ეს პათოლოგია. რომელიც კვლევა, რომელიც მოტანილია დღეს აქ ჩემს მიერ, ეს არის up to date ბოლო კვლევები, სადაც გამოკვლეულია 14,000 ქალბატონი, სხვადასხვა ასაკოვანი, სადაც სექსუალური სურვილის დაქვეითება არის 53% შემთხვევაში და ორგაზმის მიღწევის უვანარობა 41%. ძალიან საინტერესოა გეოგრაფიული არეალი, სადაც აღმოჩნდა შვედეთში, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ, ქალბატონა, იქ ნაკლებია და აზიაში მეტია, ჩვენ არ ვიცით სტატისტიკა. შესაბამისად, ეს 4 კატეგორია დისფუნქციის. სექსუალური სურვილის დაქვეითება, შემცირებული კოგნიტიური და გენიტალური სექსუალური აღზნება, ორგაზმული დისფუნქცია, სადაც ჩვენ ვამბობთ, ეს არის ჰიპოორგაზმია, ანორგაზმია, დაქვეითებული ინტენსივობა და ტკივილის სქესობრივი ურთიერთობის დროს, რომელიც ძალიან ხშირად პოსტმენოპაუზაში ხდება და გენიტო-ურინალური სინდრომით მოვიხსენიებთ. ახალი დეფინიცია, როდესაც ძალიან გვიჭირს ვაგინიზმის და ტკივნეული სქესობრივი ურთიერთობის დროს გავაკეთოთ გამიჯვნა, რა დიაგნოზია, IC კოდი ახალი აბსოლუტურად, რომელსაც ჯერ-ჯერ არ ვიყენებთ, აქ მოიტანა ეს ინფორმაცია, რომ ეს არის მენჯის ტკივილი და შეღწევადობის დარღვევა. სექსუალური რეაქციის ციკლი 4-ია. Severely
აღზნება, ორგაზმი და რეზოლუცია. თუმცა ერთ ქალბატონს შეიძლება კონდეს ყველა მიმდევრული ეს ფაზები, შეიძლება რომელიმე გადაეფაროს მეორეს, შეიძლება რომელიმე ერთი ამოვიდეს კონტექსტიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სუბიექტური კმაყოფილება შესაძლოა იყოს რომელიმე ერთის ფაზის გამოტოვებით და სულაც არ არის ორგაზმი, საჭირო რომ ხალი კმაყოფილი და ბედნიერი იყოს. აღზნების ორი ტიპი არსებობს. ეს არის ზოგადი აღზნება, როდესაც სასიამოვნო შეგრძნებას და სექსუალურ აქტივობის გაგრძელების სურვილს იწვევს. ლოკალური აღზნება ეს არის კლიტორის კომპლექსის შესაბამისი სტიმულაციით ვითარდება და ადეკვატური გაგრძელების შემთხვევაში ორგაზმის რეფლექსს ჩართავს. თუმცა ორგაზმის რეფლექსის ჩასართავად საჭიროა დასწავლილი და ხერხით სტიმულაცია და ინდივიდუალური მიდგომა. აქ ძალიან კარგად მომყვანილია, რომ ზუსტად ის ფაზები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, სულაც არ არის საჭირო, რომ განვიცადო სექსუალური კმაყოფილება. და ძალიან საინტერესოა გამიჯვნა ქალის და მამაკაცის. ქალის აღზნება დამოკიდებულია მის ემოციურ, კოგნიტიურ, პიროვნულ ურთიერთობებზე და მამაკაცის სამწუხაროდ ეს უფრო ფიზიოლოგიური. სამწუხაროდ შეიძლება უფრო საბედნიეროდ არ ვიცი. სექსუალური დისფუნქციის ფორმები ერთი მეორეში გადადის. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენთან მოდის პაციენტი, ფსიქოლოგთან, ფსიქონევროლოგთან, ჩვენთან, კარგად გავიგოთ მისი პრობლემა, სად არის. ეს არის მისი თუნდაც მაგალითად მოვიდა პაციენტი და მას აწუხებს სურვილის დაქვეითება, თუმცა მის უკან შეიძლება იმალებოდეს ორგაზმული აშლილობა და ჩვენ ჩავერთოთ მის სურვილის აღმაღლებაში, და ჩვენ გამოგვეპაროს ის აშლილობა და შესაბამისად უფრო მეტად გავაღმაოთ ეს აშლილობა და კიდევ იმედ გაცრუება ქალბატონის. ან ორგაზმია. ეს არის ის დარღვევა, როდესაც ქალს არ აქვს უნარი მიაღწიოს ორგაზმს, ან ის იშვიათად ხდება. ეს ძალიან ხშირი მომართვიანობის მიზეზია. ორგაზმი ეს არის საკმაოდ საინტერესო, ეს არის საიდუმლო ნეიროფიზიოლოგია, აღზნება ბერძნული სიტყვით. ეს არის ზუსტად ის, როდესაც ჩვენ ერეგირებული, ანუ ეროგენული ზონის სტიმულაციად ვაღწევთ მზარდი აღზნების პიკისებურ დასრულებას. რას გზას გადის ეს ყოველივე ეს არის ზუსტად კლიტორის კომპლექსის ნეირული რეცეპტორების სტიმულაციით, ეს გარდაიქმნება შემდგომში ტვინში ორგაზმის შეგრძნებად და მერე მოყვება საშოს კუნთების კონტრაქტიული აქტივობა და გენიტალური სისხლის მიმოქცევის გაძლიერება. აქ მინდა ძალიან საინტერესო კითხვა დაგისვათ. პენეტრაციული და კოიტული ანორგაზმია, ფსევდოჩივილია თუ რეალური სიმპტომი? აი ძალიან მაინტერესებს, მეც არ ვიცოდი. აბსოლუტურად მეც არა, მე არ ვიცოდი. უბრალოდ როგორ ფიქრობთ, ეს არის ორგაზმი პენეტრაციული ორგაზმთან? რას ფიქრობთ? არსებობს ეს? ეს არის რეალური სიმპტომი თუ ფსევდოსიმპტომია? აბსოლუტურად მართ ვზანდებთ და ამ დროს უმრავლესობა ქალბატონების ანორგაზმით მოდის აი ამ პრობლემით, როდესაც ის უჩივის, რომ პენეტრაციული ორგაზმის დროს, ურთიერთობის დროს მას ორგაზმი არ აქვს. აქ მოდის დისტრესი, აქ მოდის ურთიერთობების გაფუჭება, კონფლიქტური მდგომარეობა და საზოგადოებრივად ფაქტიურად ეს ქალბატონი არის დაკლინებული, პრობლემატური, მენტალურად და ასევე ფიზიკურადაც. კოიტური ანორგაზმია გამოგონილი დიაგნოზია და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კოიტურ ორგაზმზე, ეს უნდა ვიცოთ, ეს არის ფსევდოჩივილი ქალბატონთან და რეალურად თუ სხვა ტიპის მასტურბაციული ორგაზმი არსებობს, არ ნიშნავს, რომ ორგასტული დარღვევა არის სამედიცინო დიაგნოზი. თუ როგორ გადაიქცება ფსევდოჩივილი რეალურ დარღვევა თქვენ ხედავთ, უბრალოდ ქალი ელოდება ორგაზმს და მისი არ იღებს, აქ უკვე იმედგაცრუება. შემდგომში ასევე მოლოდინის შფოთვა, ის სექსში აღარ მონაწილეობს, ის ელოდება ორგაზმს. იქ არის სექსუალური ტოლვის ამით დაქვეითება, პარტნიორული დისჰარმონია და ინტერპერსონალური კონფლიქტები. ვინ მოიტანა ეს ყველაფერი აქ? ეს არის ფროიდი,
რომელმაც სამწუხაროდ ეს დეფინიცია შემოიტანა და აღმოჩნდა, რომ ვაგინური ორგაზმი თუ არა ხარ, შენ გაქვს არ ახარ შემდგარი. შენ გაქვს ინფანტილური ადამიანი ხარ და მაშინ, როდესაც ვაგინური ორგაზმი არ არსებობს, ფრიგიდულობას უწოდებდა და ის ფსიქიატრთან მკურნალობას ურჩევდა. სამწუხაროდ. ამ ყოველივე ამის შედეგად მოდის ის, რომ გრეის ანატომიიდან ამოიღეს კლიტორი, როგორც ასეთი ანატომიური სტრუქტურა და შესაბამისად დაიკარგა ეს მცნება და გავხდით ქალბატონები ამ ყოველივე ანატომიური სტრუქტურის გარეშე მქონე პირები. მაგრამ სამწუხაროდ არა და საბედნიეროდ შემოვიდა უკვე უფრო პროგრესული აზროვნება, თუმცა ეს დატირდება მე-20 საუკუნე, ეს არ არის მე-18-მე-19, ახლა არის. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ თურმე არსებობს, რომ ქალებში კლიტორის სიამოვნების ცენტრია და ალფრედ კინსიმ თქვა, მაგრამ არ მიიღეს. 900 ქალი გამოკვლეული იქნა აი ამ ეროტიკულ შეგრძნების კვლევა იყო გაკეთ ჩატარებული, სადაც ვაგინური წარმოშობის ორგანიზმი საერთოდ გამოირიცხა. და მერე უკვე უროლოგი ქალბატონმა შეეცადა, რომ კლიტორი თავიდან აღმოეჩინა. რა მეთოდით აღმოაჩინა? MRT ტომოგრაფიით. თანამედროვებამ მოიტანა ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ ის რაც დაკარგა ფროიდმა და დაკარგა სხვებმა, ჩვენ აღმოჩნდა, რომ არსებობს კლიტორი და ზუსტად ის არის კლიტორის ერექცია, როდესაც ჩვენ აღზნებისას კლიტორის ხელში სისხლის ნაკადის მოწოდება ძლიერდება, მისი ერეგირებული აღზნების დროს ის დიდდება და ეს არის ზუსტად ის, რომ ის შემოეხვევა თავის ესეთი ფეხუკებით საშოს და არის ზუსტად ის ერექტიული აღზნება, რომელსაც ჩვენ განვიცდით ამ დროს ქალბატონები. შემდგომში უკვე ფრანგი გინეკოლოგი მკვლევარებმა დაადასტურეს თემა და კიდევ ულტრასონოგრაფიულად გამოიკვლიეს ეს ყოველივე, როგორ დიდდება კლიტორი და როგორ ერეგირებული ქსოვილი, როგორ შემოეხვევა საშოს. კიდევ ერთი მისტიური ჯი-წერტილი, რომელსაც დღევანდელ დღეს კიდევ აქტიურად მუსირებს და კიდევ აქტიურად ვაკეთებთ ამ ყოველივე იმას და ინფორმაციას ვიღებთ, ვაძლევთ, მაგრამ ბიზნესათაც იქცა ჯი-წერტილი. აღმოჩნდა, რომ ჯი-წერტილი თურმე მაშინ ყოფილა ის ზუსტად ვაგინური ორგაზმის მთავარი სტრუქტურული კომპლექსი, მაგრამ ეს არ არის ასე, ეს არის მისტიკა, ეს არის ტყუილი. და ის კვლევა, რომელიც იყო ჩატარებული, იყო ერთ ქალბატონზე ჩატარებული, სადაც იყო ცისტოცელი, ანუ დაწეული საშოს კედელი. და ამიტომაც აღმოჩნდა, რომ იმას ეგონა, რომ ეს იყო ის წერტილი. ეს ასე არ ყოფილა. ის რომ თუ ვინმე შემოგთავაზებს, რომ ჯი-წერტილს გაგვიაქტიურებენ, ეს ტყუილია. სექსუალური დისფუნქციის მიზეზები. სამედიცინო მდგომარეობები და ენდოკრინოლოგია. სამედიცინო მდგომარეობები თქვენ მოგეხსენებათ, როცა ქალს აქვს შარდის შეუკავებლობა, რა თქმა უნდა, მას ექნება ეს პრობლემა. როცა აქვს ონკოლოგია, რა თქმა უნდა, მას ეს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს და მას ეს თემა აღარ აღელვებს. და სხვადასხვა კარდიოვასკულური, ნევროლოგიური დარღვევები და ენდოკრინული დარღვევები, სადაც ანდროგენები, ესტროგენები, თირკმელზე დაჯირყვალი, ფარისებრი ყველაფერი მონაწილეობს იმაში, რომ ჩვენ გქონდეთ სექსუალური რეაქცია ჯანსაღი და დადებითი. მე შევეხები ჰორმონებს, შევეხები იმ გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიურ თემას და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი როლი აქ ენიჭება ჰიპოთალამუსის იმ ცენტრს, რომელიც არეგულირებს სექსუალურ ფუნქციას და მასთან მოთამაშე ნეიროტრანსმიტერები და ჰორმონები. როდესაც ვლაპარაკობთ ჰორმონებზე, ტესტოსტერონი და ესტრადიოლი, ეს არის ის ცენტრალური და პერიფერიული მექანიზმი, რომელიც მუშაობს აი ამ ყოველივე მასში. აზოტის ოქსიდი იყო უკვე ნათქვამი, როგორი ძლიერი ნივთიერება ვაზოდილატაციაში, ვაზოდილატაციის გარეშე არ ხდება აღზრდება. შესაბამისად, ნეიროეპინეფრინი, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იმატებს, როცა აღზნებულია ორგანიზმი. დოფამინი, სეროტონინი, კიდევ და კიდევ ტრანსმიტერები და სეროტონინი ერთ-ერთი საინტერესო ჰორმონია, ნეიროტრანსმიტერია, რომელსაც ორი ტიპის რეცეპტორი აქვს.
ერთი რეცეპტორი ააქტიურებს ჩვენ ახსნებას, მეორე აკლინებს. საინტერესოა, თუმცა ეს გამოიყენა დღევანდელ დღეს მკურნალობაში უკვე FDA-ის უკვე დადებული აქ ინფორმაცია, რომ ამის ფონზე შესაძლებელია მკურნალობით კი ჩავატაროთ. ეს არის ქვინ ჰორმონი, ესტროგენი, ქალის ჰორმონი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი იმაში, როგორც ჩვენ ვიქცევით. ეს არის ქცევა, ეს არის აღზნება, ეს არის სოციალიზაცია, ესტროგენის გარეშე ქალი ცოდვა. შესაბამისად, მისი მაგათ ესტროგენ დეფიციტის დროს მე ვთქვი, რომ 86% შემთხვევაში თქვენ ხედავთ როგორ მცირდება როგორ აქტიურდება სექსუალური დისფუნქციები. რატომ? ქალი მშრალია, ვაგინალური სიმშრალე. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ქალს ტკივა და მას სექსუალური დისფუნქცია უფრო მეტად და მეტად აწუხებს. ვაგინალური სიმშრალე, ესტროგენის დეფიციტი მოხმედებს ტვინზე, მენტალური ჯანმრთელობა, ქალების დისფუნქციები, ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, აღრმავებს ამ პრობლემას. მინდა შევეხე ანდროგენებს. ძალიან ხშირად ვლაპარაკობ, რომ ესტროგენი ოკეი, მაგრამ ანდროგენი ეს არის ადამის ჰორმონი. ჩვენ ბიბლიური ამონარიდი მაქვს, როგორ მიცა ადამმა თავისი ნეკნი და აქედან წარმოიშვა ევა. ზუსტად იგივე სტერეოდოგენეზი არსებობს აქ, როცა თქვენ გადახედავთ ამას, ანდროგენის გარეშე ქალი არ არსებობს. და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ანდროგენზე, ანდროგენის დეფიციტი, რომელიც მიდის ასაკთან ერთად, აუარესებს ჩვენ სექსუალურ რეაქციებს და იწვევს დისფუნქციებს. თქვენ ხედავთ, როგორ მცირდება ანდროგენი და საინტერესოა, 21 წლის ასაკიდან იწყებს შემცირებას. არ გეგონოთ, რომ 50 წლის ასაკში და ჩემ ასაკში, თქვენ ასაკშიც იწყება შემცირება. აქ გაფრთხილებაა საჭირო იმ ქინ ჰორმონებისაც მათ შორის. ასე რომ ანდროგენი ყოველივე ეს არის სასქესო ორგანოების სისხლის მომარაგეობის, ახორციელებს მათზე როგორც პირდაპირ, ასევე ირიბულ ზემოქმედებას და ამიტომაც ტესტოსტერონი პირდაპირ მოქმედებს როგორც ლიბიდოს ფორმირებაზე, ასევე ზრდის სექსუალურ მოტივაციას. მრავალი დღევანდელ დღეს ჩართულობა იმისი, რომ ტესტოსტერონს უდიდესი როლი აქვს დღევანდელ სექსუალურ რეაქციებში, ადასტურებს ყოველივე ეს. არ შემიძლია არ შევეხო ამ საინტერესო პეპტიდს, რომელიც იყო უდიდესი გარღვევა ნეიროენდოკრინოლოგიაში, რომელიც ფაქტიურად ადასტურებს იმას, რომ ერთ-ერთი ჰორმონი, ერთ-ერთი კისპეპტიდი, ნივთიერება უბრალოდ თავის ტვინში წარმოადგენს იმ რაღაცა მნიშვნელოვან აი ამ ქის, რომელსაც გასაღებია ჩვენ ამ რეპროდუქციულ გოში და აი ეს კისპეპტიდი წარმოადგენს იმას, რომ როგორ ყალიბდება ქალის პუბერტატი, როგორ ყალიბდება მისი სექსუალური მდგომარეობები, როგორ ყალიბდება ის ფიდბექი, რომელიც არის ჰორმონთან დაკავშირებული საკვერცხესთან და ასე შემდეგ. ანუ კისპეპტიდის დეფიციტი, რომელიც ნუტრიციოლოგებმა ძალიან კარგად იცის, როდესაც არის ნუტრიციული დეფიციტები, კისპეპტიდი მკვეთრად ვარდება და აქ რა თქმა უნდა ესტროგენი ვარდება და შესაბამისად რომელ სექსუალურ ფუნქციაზე ლაპარაკი მეორე და ამენორეამდე მივდივართ, ან როცა მენსტრუაცია აღარა გვაქვს. ასე რომ გაუვფრთხილდეთ კისპეპტიდის თავში. კვლევები, რომელიც იყო ჩატარებული დიდ ბრიტანეთში, იყო ასოცირებული ამაზე, რომ დაემტკიცებიათ კისპეპტიდის როლი ჩვენ სექსუალურ დისფუნქციებში. აქ განხილული იქნა აი ზუსტად ეს სექსუალური სურვილის დარღვევის დროს რა როლს თამაშობდა კისპეპტიდი. კვლევა ჩატარებული იყო როგორც ნეიროვიზუალიზაციის, ფსიქომეტრიული და ჰორმონული კვლევებით და შესაბამისად მოვედით ამ აზრამდე, რომ კისპეპტიდს აქ უდიდესი როლი სექსუალურ იმპულსების წარმოქმნაში, ასევე ქვეითდება სექსუალური ზიზღი და შესაბამისად სექსუალური ფანტაზიები აქტუალურად და აქტიურად მოდის ჩვენს თავში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ პრეპარატებს, რომელსაც მე დღეს ვფიქრობ, რომ აი რომელიმე თქვენს გარდა, თქვენ აი ამ დარბაზში, რომელი არ იღებთ იმ პრეპარატს, რომელსაც მე დღეს აი აქ მოვიტან. აი შევხედოთ. აი ეს მინდა, აი ეს გრაფი ნახოთ. აქ ჩამოთვლილია ანტიდეპრესანტი, ტრანკვილიზატორი,
Xolesterinis დამწერი პრეპარატები კარდიოლოგებთან მიმართებაში. ასევე დიურეტიკები, ძალიან ხშირად დერმატოლოგები დღეს ხმარობენ ანტიანდროგენს, რომელსაც ქვია ვეროშპირონი. და არ ვაფრთხილებთ, არ ვეუბნებით, რომ თქვენ სექსუალური ფუნქციების ცოტა ლიბიდო დაგიქვეითდება, ცოტა აღზნება არ გექნება, ცოტა ორგაზმი არ გექნება. ოკეი, ჩვენ ხო უნდა ვიცოდეთ და შესაბამისად მე ვამბობ, რომ თქვათ და რისკი და ბენეფიტი მე პაციენტმაც და ექიმაც ერთად აღწერონ და შესაბამისად მივიღებ თუ არ მივიღებ ამ მომენტში ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია. იმიტომ რომ კონსილიუმი პაციენტთან ძალიან მნიშვნელოვანია. და როდესაც ვლაპარაკობთ მკურნალობაზე, მკურნალობა რას მოიცავს? ეს არ არის მარტო ჩემი ჩართვა ან ჩართვა. პირველ რიგში წარმოიდგინეთ დღევანდელ დღეს ვაქცინაცია. რა არის ვაქცინაცია? ეს არის პრევენცია. აი პრევენცია დღევანდელ დღეს არის სექსუალური განათლება, რომელიც სკოლაში არ ისწავლება. არც შემდგოს არ ისწავლებოდა ინსტიტუტში და არც ისწავლება დღეს კიდევ. და სექსუალური სწავლება პრობლემა არის იმის, რომ მე არ ვიცი, რა უთხრა ჩემ პარტნიორს, ჩვენ ვქმნით ოჯახს, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და მე პრობლემა მაქვს და ვერ ვამბობ, იმიტომ მე არ ვიცი. და როცა სექსუალური განათლება იქნება ცოტა მაღალ დონეზე, მაშინ პარტნიორიც, ქალის და მამაკაცის სულ ერთია პარტნიორული ურთიერთობა, იქნება მეტად ჰარმონიული. აი ეს არის პირველი პრევენცია, ანუ ვაქცინაცია სექსუალური დისფუნქციის. მეორე არის ჩართულობა, აი როგორც ხედავთ, ეს არის ჩვენ ვილაპარაკეთ ბიოლოგიაზე, ჰორმონებზე, აღზრდაზე, კვებაზე. როგორ ფიქრობთ, როგორი დიდი როლია კვებას? უდიდესი როლია კვებას რეჟიმს, რომელსაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ჩემ პაციენტებთან ჩვენ ერთად გავდივართ. ეს არის კვება, ეს არის რეჟიმი, ეს არის ძილის დეპრივაცია, რომელმაც უდიდეს როლს აკეთებს და ანუ ამუხრუჭებს ნორმალურ საკვერცხების ფუნქციას და არა მარტო საკვერცხების ფუნქციას, ზუსტად იმ ესტროგენს, ზუსტად იმ ანდროგენს, რომელიც აქტუალურია ჩვენთვის. რაც შეეხება ფსიქოლოგის ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფსიქოლოგთან ხშირად ქალბატონები რატომღაც არ მიდიან და ამ დროს საჭიროა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფსიქოლოგი არის ჩვენი ზუსტად ის ბრიჯი, ის ხიდი, რომელიც მეც თქვენს ერთად ვაკეთებთ და უფრო მეტად და მეტად ახლოს მივდივართ იმ პრობლემებს და რომელიც ჩვენ თუნდაც აი სოციოკულტურული პრობლემიდან გამომდინარეობს. და ინტერპერსონული ჩვენ პარტნიორს ვეუბნებით ჩვენ პრობლემას. პრობლემის გარეშე არ ხდება. ხშირად ვეუბნები, რომ თქვენ პრელუდია გაქვთ ურთიერთობის წინ. ამას რას ნიშნავს პრელუდია? რამდენი ხანიც გინდათ, რომ თქვენ უთხრათ თქვენ პარტნიორს, რომ მე კარგად ვარ, მე უკვე შემიძლია, მე უკვე სიამოვნებს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ვაგინალური ორგაზმი არ არის. მე თუ მანამდე არ მაქვს ეს შეგრძნებები, არანაირი ორგაზმი არ მექნება. და რა თქმა უნდა, შემდგომში უკვე გინეკოლოგის ჩართვა, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის ჩართვა, რომელიც ესაუბრება ორგანულ პრობლემებზე, თუ არის ორგანული პრობლემები, იქ წყვიტავს, მაგალითად, მშობიარობის შემდგომი პრობლემები, იქ სხვადასხვა ცვლილებები, პოსტტრაუმული ცვლილებები, იქ ვაგინალური სიმშრალე და არ სწავლის რა არის ლუბრიკანტი. ლუბრიკანტი არ არის, რომელიც აფთიაქში გეტყვიან, ექიმა უნდა მისცეს ეს ინფორმაცია, ეს არის წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი, რომელიც თქვენ და თქვენ პარტნიორს მოგცემთ საშუალებას, უფრო რბილი და ნაზი ურთიერთობა გქონდეს და არ გეტკინოს, იმიტომ რომ ტკივილი კიდევ ერთხელ ჩართავს იმ პრობლემას, რომელსაც ქვია არ მინდა. არ მინდა იგნორის სექსის, არ მინდა შესაბამისად აღზნება არ მაქვს და რომელ ორგანიზმზე ვლაპარაკობ. ტკივილი ბადებს ტკივილს. არსებობს კუნთი, რომელიც ანუ ეს არის ვაგინალური, ეს არის მცირე მეჯის კუნთოვანი სისტემა, რომელიც მკვეთრად აღიქვავს იმ ტკივილს და შემდგომში ეს სპაზმად რჩება. და როცა სინჯავ პაციენტს და ხედავ, რომ იქ ტკივა, ეუბნები, დიახ, ტკივა. მას ასწავლი მე სუნთქვით ვარჯიშებს, რომელზეც ჩვენ უკვე დღეს გესაუბრათ. სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ კუნთმა მოდუნება ისწავლოს. ის არის ასევე იოგას ვარჯიშები, რომელიც ასევე მოდუნების ვარჯიშზეა ლაპარაკი და ყოველივე ეს აძლევს საშუალებას, რომ პაციენტი წავიდეს თქვენგან კმაყოფილი, თუმცა იმისი, რომ ის არ არის დამნაშავე იმაში, რომ მას პრობლემა აქ, ან სადმე კიდევ იქ. არა, პრობლემა ყველაფერთან ერთად იყო და შესაძლებელია ამისი გასვლა.
გასულ აქედან და ამ ჩიხიდან რომ მან მიიღოს ინფორმაცია, რომ ის არის ჯამთელი ქალი და მას ჯამთელი ურთიერთობები ექნება. შესაბამისად, შემდგომი კურნალობა ეს არის ზუსტად იმ თემაზე, რომელსაც ჩვენ ვითხავით სელექცია, თუნდაც ის თემები, რომელიც დღეს FDA-მ მოგცა, ეს არის პრეპარატები, რომელსაც ამას დღეს ახლა ამაზე არ გავჩერდები და არსებობს კიდევ ესთეტიკური გინეკოლოგია. როდესაც ხანდახან პაციენტი უკმაყოფილოა თვითონ გარეგანი, თუნდაც ვიზუალით. იქ ცოტა სიმშრალე აქვს, იქ ცოტა მეტად გზნობელობა აქვს დაქვეითებული და არსებობს კიდევ ესეთი ჩვენი შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. ეს არის energy based device, რომელსაც CO2 ლაზერი ქვია. შესაბამისად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ოღონდ მარტო ამ ყოველივე შემდეგ გამორიცხვის შემდეგ ჩართულობით. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ასეთ თემებზე, ეს არის ინტიმური გინეკოლოგიური თემები, ეს კიდევ და კიდევ შეუძლია მიუსადაგო, ოღონდ აქედან არ უნდა დავიწყოთ. აქედან გამომდინარე, მინდა მოკლე დავამთავრო ჩემი თემა, რომ ზუსტად ეს არის ის ლაბირინტი, საიდანაც ჩვენ გამოვედით. უკვე გამოვედით, თუნდაც დღევანდელი შეხვედრით, თუნდაც დღევანდელი ორგანიზატორების თუნდაც არა ორგანიზატორების ასეთი უდიდესი, უმაგრესი, უძლიერესი კონფერენციით და სამიტით და კიდევ ბევრჯერ შევხვდებით, ვფიქრობ და აი ეს თემას, რომელსაც დღეს ჩვენ დავიწყეთ, კიდევ ბევრჯერ შევეხებით, და უფრო მეტი აუდიტორიით, შეიძლება უფრო მეტი მომხსენებლებით და კიდევ ჩემი მინიმალური ჩართულობით. მადლობა.